ხელობა, რომელმაც ისტორია შემოინახა. ჩუქურთმები, ბარელიეფები და ქვაზიამოტიფრული წარწერები არქეოლოგებს ნებისმიერ სხვა ნივთზე მეტ ინფორმაციას აძლევს. საქართველოში ქვაზე კვეთის ტრადიცია სათავეს ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში იღებს და ეს ხელობა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. სვეტიცხოველი სამთავისი, ნიკორწმინდა ქვაზე კვეთის ყველაზე ღირებული ნიმუშები საყდრების კედლებსა და ეზოებშია შემორჩენილი. ქვის მთლელები დღესაც ძირითადად ეკლესიას ემსახურებიან. დასამუშავებლად ყველა ქვა არ გამოდგება და თითოეულ ჯიშს თავისი დანიშნულებაც აქვს. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მაშინ, როცა ტვირთის გადაზიდვა არც ისე ადვილი იყო, ტაძრების მშენებლობა ადგილობრივი კარიერიდან მოპოვებული ქვის მასალით ხდებოდა. თბილისის მეტეხის სიონის მაგალითზე, ლურჯი მონასტრის თბილისის მაგალითზე, ძირითადად იქ არის გამოყენებული ქვიშაქვა. ეს თან კარიერი ადრე არ ვიცი სად იყო, მაგრამ დღესდღეობით აი სადღაც აქ ნიჩბისის, ხეკორძის მიდამოებში. ბოლნისის სიონის ტაძარი არის სტულფით აშენებული. მე როგორც ვიცი, იქ არის კარიერი და ეძახიან ბოლნისის სტულფს და დღეს თუ ალბათ უფრო რომ გაადვილებულია ეს საშუალებები ზიდვის და ასე შემდეგ, დღეს თუ მოგინდა ბოლნისი შეუკვეთა ბოლნის. საკათედრო ტაძარი სიონი კი არის ძველი, მაგრამ იქ შემორჩენილი რაც არის დღესდღეობით პერანგი, ეს არის მე-16 საუკუნის და ის არის სტულფის. მაგრამ მე-13 საუკუნის ნაშთი რაც არის, ის არის ნამდვილად ისევ ქვიშაქვა. მთავარი პრობლემა გამძლეობაა. ქვის მთლელების აზრით მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია იმ ადგილის კლიმატური პირობები, სადაც ნამუშევრის ჩაშენებაა დაგეგმილი. მაგალითად, მუდმივ წვიმასა და ნესტს შეუძლია ორნამენტი ადვილად ჩამოშალოს. განსხვავდება გარე და შიდა ფასადების ქვებიც. ქვიშაქვა მე მომწონს იმ თვალსაზრისით თუ არის მორჩილი, სხვათა შორის ეკლარიც საკმაოდ მორჩილი და უფრო რბილიც ამ თვალსაზრისით შეიძლება უკეთესადაც დავასახელოთ, მაგრამ არ არის სასურველი ფასადისთვის და უფრო პრეტენზიული იმ თვალსაზრისით თუ შეიძლება უფრო მალე გაფუჭდეს, დაზიანდეს ფასადისთვის და ქვიშაქვა ამ მხრივ უფრო ისეთი ობიექტურად მისაღებია, გინდა საფასადო და გინდა დამუშავების სიხე. დეკორატიული დატვირთვის გარდა ორნამენტს შინაარსიც უნდა ჰქონდეს. ეს არის ქვიშაქვის ჯიში, აგერ ჩვენი ახლად აღდგენილი ტაძრის სამომავლოდ კანკელი უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში, რადგან აქ უნდა აღიმართოს მაცხოვრის ხატი, ჩვენ წარმოვადგინეთ ქერუბიმი, როგორც მსახური მასზე ასაღმართი იმ ხატისა. ანუ განმადიდებელი და ანუ ესეც არის რაღაც დაკავშირებული როგორც მხატვრულად, ისე შინაარსობრივად, მთლიან კომპოზიციურ თემასთან, შინაარსთან. ხელობა, რომელიც სიზუსტეს, ფანტაზიის უნარსა და დიდ ნებისყოფას მოითხოვს, დღეს არც ისე გავრცელებულია. ქვაზე ნებისმიერი ორნამენტის გამოსაკვეთად ჩაქუჩი, სატეხი და ფიზიკური ძალაცაა საჭირო. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მე სიფრთხილესაც მოითხოვს, რადგან როგორც ის ცნობილი ფრაზის არ იყოს, ქვა თიხა არ არის და აი ქვა თიხა კი არ არის. დაარტყავ. ვერ გაამთელებს მო. დაწებება შეიძლება, მაგრამ მე ხშირად დაწებების გარდა ხმარობ ხოლმე სხვა მეთოდებს. იმიტომ კი არა წებოს არ ვენდობ, ჯერაგან თლად ბოლომდეც არ ვენდობი. თან ვერც ისე კარგად წებდება, რომ ის დეფექტი ხო ერთი დროს ამუდამო და დეფექტიც არ ჩანდეს. თუ რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდა, მე ვცდილობ ხოლმე რომ კი არ შევაწებო. თუ ამის საშუალება არის, მხატვრულად რაღაცა გადავაწყო და ეს იმიტომაც მომწონსო, ჯერაგერთი ის დეფექტი ქრება, მაგრამ იბადება რაღაცა ახალი ფორმა, რომელიც კიდე თუ კარგად მოაგვარე, უფრო კარგად წარმოჩინდება. დაკარ. მუშაობ, რა ნუ არ მიშევთ.